გამარჯობათ. შოუ-ბიზნესში მომხდარი საინტერესო სიახლეებით ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების შესახებ ეთერშია პროგრამა ინფორმატორი. თეატრალურ სარდაფში რეჟისორ გიორგი ბარაბაძის სპექტაკლის გოდოს მოლოდინში პრემიერა შედგა. პიესის ავტორი არის სემუელ ბეკეტი. ინფორმატორის გადამღები ჯგუფი რა თქმა უნდა დაესწრო სპექტაკლის პრემიერას, ასე რომ ვნახოთ სიუჟეტი. Puchkenari undari. Da puchke. Იმიტომ რომ მე შეიძლება რა თუ პრობლემა ვარ. საქმეზე გარის. არა. წადი. ნიხტები. წადი. არა. აი. ტოტი. ხა. წადა ტვინი განცე. მე შენი იმედი მაქვს რომ გამაგებინებს მეთქი ეს. ნახო. გაფრთხილდები თუ ხო? იქრეთო? დასვენებულ ქონებაზეო. ინაურეს მოვეთათბირე. აბრექსო. Tele absurdi am pieses მდგომარეობს იმაში, რომ აქ კონკრეტიკა, ძალიან ესეთი მძაფრი კონკრეტიკა არ არსებობს. ისევე როგორც ჩვენ ცხოვრებაში არ არსებობს მძაფრი კონკრეტიკა. არსებობს რაღაც ასოციაციური, მიახლოებითი, ინტუიტიური შეგრძნებები. იმას გოდო ქვია. გოდო უნდა გასაბარა ჩემი ხალხი. ჩვენ ვცდილობდით, რომ აი ეს მდგომარეობა, ეს ქაოტური მდგომარეობა გადმოგვეცა. აი ამისთვის მიგვეღწია. არა კონკრეტიზაციისთვის, რომ ეს არის, ან ის. არა. ქაოსი, გაურკვევლობა და გაუგებრობა. ყველა პრემია ბედნიერებაა ჩემთვის. ჯერჯერობით მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. მე პირადად ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე მუშაობის დროს და სპექტაკლზე ხა ვღელავთ რა თქმა უნდა, მაგრამ მაყოფილი ვარ საერთოდ აი პროცესით მუშაობის და ჩემი მეგობრების რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ ამ სპექტაკლის ყველაზე. მადლობელი ვარ და ყველას ვუხდით დიდ მადლობას. მაყურებელმა განსაჯოს რა თქმა უნდა. მე ვიტყოდი, რომ მასალასთან შეხება უკვე დიდი ბედნიერებაა. იმდენად დიდია მასალა, რომ აი თითქოს შედეგიზეც არ ფიქრობ და თუ შედეგიც კარგი გამოვიდა, ხომ თლად ბედნიერებაა. ჩაინაცვლა მას. ადამიანის ცრემლები. მუდმივი სიდიდე. საკმარისია სადმე ერთი ადირდეს, რომ წამსვე მეორე გაჩერდება. სიცილიც ეგრეა. საშინელება. აუტანელია. მართლა მე თამაშებოდა. შემდგომი ანგელოთი მეგონა. ეხლა რა მოვიდა ხლა. ეს არის ჩემი საყვარელი თეატრი და მე მიხარია რომ მე ამ ხალხთან მაქვს საქმიანი ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობა და მე მიხარია რომ აი იცით რა მიხარია რომ ხალხი დადეს იცით და თქვენ უყურებთ რომ ხალხს უხარია და არაჩვეულებრივი სპექტაკლია და ხალხი მობრუნდა იცით თეატრისკენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მე დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას ვინც ეს შექმნა ეს სპექტაკლი ვინც მუშაობდა ამ სპექტაკლზე და ჩვენ ცოტა ხანში ვიზეიმებთ სარდაფის ახალი შენობის გახსნა სადაც სურპრიზს ამზადებს სარდაფელები არაჩვეულებრივ სპექტაკლს დგავენ და
მე მიხარია რომ ჩვენ მეგობრო და ჩვენ ერთად ავართ. Trinში მლავს თვითონ შარი და სამხაროს მიღმა კედლებს ისედაც გავიდა. მაგრამ ასე უწება არა. ეხლა როგორ მოვიცეთ? ალიცი. მოდი. წავიდეთ. ეტალად. რატო? გოდოს მელოდების და კლუბ ნეოში ალტერნატიული მუსიკის საღამო გამართეს ჯგუფებმა Young Georgian Lolitas და Neva SSSR. რამეს ვიზავთ საინტერესოს. და ცოტა დაღლილი ვარ. ხმის დაყენებაში და დიდი დრო წავიდა, ცუდი აკუსტიკა იყო. ყველანაირად ვესტებით რომ არ გაუსწროთ იმედი ჩვენს მსმენელს და ყველანაირად ვესტებით ყველანაირად აი ძალიან ისეთ დონეზე დაუკრათ და ისეთ დონეზე გავაკეთეთ ყველაფერი რომ არავის არ დაავიწყდეს არასდროს. და ვიმედოვნებთ რომ ყველაფერი ექსესების და ცუდი სიტუაციების გარეშე გავა. Young Georgian Lolitas. I'm testing every sign I can't relax. Beyond a real life wire. თამუნა ამონაშვილის უახლოეს გეგმებში რამდენიმე ახალი სიმღერის ჩაწერა შედის, რომლებიც მას ავთო ბადუაშვილმა დაუწერა. ინფორმატორის გადამღებმა ჯგუფმა მომღერალი ბექა ნიკოლაიშვილის სტუდიაში დააფიქსირა და ჩვენს რა თქმა უნდა მას გავესაუბრეთ. გავადეჭა, ხო? ხო, ჩავთო. ის არა გვაქვს ალბათ ეხოს სიყვარული. ეს შენ გადართე, ხო? ხო, მაგრამ მე მგონი შენ მე ისო არანაირად. Machine, don't
ალბათ დავამთავრებთ საბოლოოდ ჩემს ალბომს, რომელიც ალბათ 2 წელი ამაზე ალაპარაკი და მე თვითონ დავიღალე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ძალიან ჩქარა დამთავრდეს ეს ალბომი. ჯერ ხო გამოსული არ არის. ამიტომ ამის მუშაობ თითქმის ყოველ დღე და იმედი მაქვს რომ ისეთი ლამაზი ხალხისთვის მისაწვდომი სიმღერები გამოვა. აი მაგოგოს არ ვიცნობ და მაგრამ აი შარვოკოსის თუ გაიცნო. მე და თამუნამ პრინციპში პირველად დავიწყოთ, ხო? პირველი სიმღერა იყო ჩემი მოვა, პრინციპში ესე ფართო ასპარეზზე და იქიდან დაიწყო ჩემი და თამუნას მეგობრობა. სიმღერები ბევრი მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ნუ რაღაცა ეტაპი გვაქვს გავლილი და კიდე რაღაც გეგმებიც გვაქვს რაღაცების გაკეთებას გვინდა კიდე რაღაც საერთო პროექტები არის. ალბათ უკვე გვია იქნება მე შენზე ოცნება გულის დამკონდა შენ სხვა სარგავდა მეგონა ვაკეთებ ქართულ ალბომს და შემდგომისთვის უკვე რუსულ ალბომზე ვიწყებ. ნუ ახლა ვაგროვებ სიმღერებს და ალბათ შემდეგ უკვე რუსულზე გადავალ, იმიტომ რომ არის რაღაც შემოთავაზებები მოსკოვიდან. ისე პრობლემა სიზმრება გავატრო და ყველაფერი ალბათ უკვე გვია იქნება. ყოველთვის ვცდილობთ რომ გავაკეთოთ ისეთი მუსიკა და ისეთი სიმღერები, რომელიც გულთან ახლოს არის, რაღაცა ავტო ხო, რომელიც აი ხედავს ბოლომდე იმ ხასიათს, რაც თამუნაშია რა. ახლა იწერება ავთობადუაშვილის სიმღერები, მე თითქმის ნახევარი ალბომი ავთოს სიმღერები შევა ჩემს ალბომში. როგორც ინფორმატორისთვის გახდა ცნობილი, ქუჩის ბიჭებს სულ მალე მეოთხე ახალი წევრი შეუერთდებათ. უახლოეს მომავალში ჯგუფი პრეს-კონფერენციას გამართავს და ოფიციალურად წარადგენს პაატა ცეცხლაძეს. როგორც იცით, სულ რამდენიმე თვეა ჯგუფიდან წავიდა ირაკლი ნოზაძე, რომელმაც ჩვენი ინფორმაციით გადაწყვიტა სოლო კარიერის დაწყება. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი მისი მოღვაწეობის შესახებ. ირაკლის ადგილს კი ჯგუფში, როგორც გითხარით, პაატა ცეცხლაძე იკავებს, რომელიც მაესტროს მაყურებლისთვის ცნობილია სიმღერით აღარ მოდიხარ. სიხარული არა აღარ ეღირსა. რაც შეეხება პაატას მუსიკალურ წარსულს. როგორც გავიგეთ, ადრე ის სიონის გუნდში გალობდა და სულ რაღაც წელიწადნახევრიანი ნაცნობობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ის ერთ-ერთი პოპულარული თინეიჯერების საყვარელი ჯგუფის წევრი გამხდარიყო. ისთვის მიყვარდი სიტყვით მსოფლიოში ყველაზე მაღალ შემოსავლიანი და გასული წლის ყველაზე პოპულარული ნაწარმოები ჰარი პოტერი საქართველოშიც აქტიურად შემოიჭრა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ J.K. Rowling-ის პოპულარული ბესტსელერის მეორე წიგნი ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი გამოსცა. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით გამომცემლობამ კვირეული მოაწყო, რომლის პროგრამითაც წიგნის სახლში გაიმართა აქცია, სადაც მკითხველებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ვიქტორინებსა და კონკურსებში. რომელი ქვეყნიდან იყო ბოა კონსტრიქტორი, რომელიც ჰარიმ გაათავისუფლა? მართალია ბრაზილიდან. ჩინმაჩინის მოსესხავი, რომელიც ჰარის და ვინ გაუგზავნა ეს მოსახლე? მართლაც არ მიაზრია, ვისაც გაქვს დროშები, თუ შეიძლება ვისაც გაქვს პასუხი ამ კითხვებზე. ასეთ დროშები და რაღაც წამოიყვანო. ვინაიდან ძალიან ბევრმა ბავშვმა წაიკითხა ჰარი პოტერის პირველი წიგნი, გადავწყვეტეთ, რომ მოგვეფიქრებინა ისეთი კითხვები, რომელიც დაკავშირებული იქნება სწორედ ამ პირველ წიგნთან და გაგვეთამაშებინა პრიზები ვიქტორინაში გამარჯვებულებისათვის. ვინ იყო გრიფინდორის კლუბის პრეფექტი? პრეფექტი. პერსი.
გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზად ასევე ჩვენს მიერ დაწესებული წიგნები, პატარ-პატარა დროშები და სუვენირები. სახელი გვაქვს. ანთაძე, რამდენჯერ წაიკრიბე ჰარი? მართალია, შენ ხარ ჩვენი მესამე გამარჯვებული. ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი, სწორედ ასე ქვია მეორე ტომს, ითარგმნა დავით გაბუნიას მიერ, ახალგაზრდა მთარგმნელია. ჩვენ ერთად მუშაობდით მეორე თარგმანზე, მე ვარ ამავე დროს რედაქტორი. მუშაობდით საკმაოდ დიდ ხანს და საფუძვლიანად გვინდოდა რომ კითხველისთვის თარგმანიც ისეთივე კარგი ყოფილიყო, როგორც თქვათ ორიგინალია, რომ ბავშვებს არ ქონოდათ დაბრკოლება რაიმე სახის კითხვის დროს. დათო გომართელისა და ფორტეს პოპულარული ვიდეოკლიპის აგენტი 013-ის გადაღებება საკმაოდ კარგად იმოქმედა გადაცემა მეალომანიის წამყვანის თიკო ბერძენიშვილის პირად ცხოვრებაზე. სწორედ ამ კლიპის გადაღებების დროს გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე ზუკა გუმბერიძე, რომელიც სხვათა შორის ნავთობ კომპანიაში მუშაობს. მაესტრო ულოცავს თიკოს გაბედნიერებას და უსურვებს ყოველივე კარგს. ვიმედოვნებთ მისი დაოჯახება სულაც არ იმოქმედებს მის აქტიურ მოღვაწეობაზე ქართულ შოუ ბიზნესში.